საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა კულტურის სფეროს მდგრადობის უზრუნველყოფის საინვესტიციო ფონდის სამომავლო საქმიანობის შესახებ ისაუბრა. გიორგი მარგიშვილის განცხადებით სამინისტრო ვალდებულია შეინარჩუნოს წინაპრების დანატოვარი და მომავალ თაობას შეუნახოს ის. მინისტრის მოადგილის განცხადებით სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ქართული კულტურის პოპულარიზაცია. 2012 წლის დეკემბერში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა ფონდის შექმნის ინიციატივა, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად კერძო სექტორთან ერთად დააფინანსებს მაღალი კულტურული და ეკონომიკური პოტენციალის მატარებელ პროექტებს. ხაზი მინდა გაუსვა. კულტურის საინვესტიციო ფონდი არ არის მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია. მიღებული შემოსავლები ისევ კულტურის დაფინანსებას მოხმარდება. ფონდი დაეხმარება განცხადებლებს პროექტებისათვის კერძო ინვესტიციების მოძიებაში და საქმიანობის გამრავალფეროვნებაში.